დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გივი ამილახვარზე. როდესაც ვთქვათ ჩვენს გადაცემებს წერთ, გარკვეულწილად ვაკვირდებით კომენტარებსაც და აშკარად იკვეთება ესეთი რამ, რომ ინტერესი არის უფრო მეტად პიროვნებებზე და არა ზოგად ისტორიულ პროცესებზე. და როცა ვთქვათ საუბარი მიდის თუნდაც ზოგად ისტორიულ პროცესებზე, თუ ეს არის პიროვნების კონტექსტში განხილული, უფრო საინტერესოა ალბათ. შესაბამისად ვითვალისწინებთ აი ამ კომენტარების ასე ვთქვათ კომენტარებში გამოთქმულ მოსაზრებებსაც და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მე-18 საუკუნის შუა პერიოდი საქართველოზე. ეს არის გადამწყვეტი, გარდამტეხი პერიოდი ჩვენი ერის ისტორიაში. ოღონდ ვისაუბრებთ ერთი პიროვნების, გივი ამილახვის ბიოგრაფიის ფონზე. გივი ამილახვის პიროვნება რაღაც პერიოდში ჩვენი ისტორიიდან საერთოდ დაიგნორებული იყო. არც სახელმძღვანელოებში არაფერი არ იყო მასზე და საერთოდაც ზოგადად თქვათ მე-18 საუკუნის ამბებისადმი მიძღვნილ თქვათ კვლევებში, გადაცემებში და ასე შემდეგ ძალზედ იშვიათად ხსენდებოდა. პირადად მეც მაგალითად რამდენიმე წელია გივი ამილახვარზე ვსაუბრობ, მომიყოლია მის გმირობებზე თქვათ მის თავგადასავალზე, მაგრამ აი ახლა ბოლოსო დავაკვირდი, მაინც ზედაპირული იყო ეს ყველაფერი და შევეცდები ცოტა ახალი კონტექსტით, ახალი ასე ვთქვათ თვალთახედვით განვიხილო აი ამ ადამიანის პიროვნება და მისი როლი ჩვენს ისტორიაში და დასკვნო თქვენ გამოიტანეთ და თავად განსაჯეთ, ვინ იყო გივი ამილახვარი და რა დონის მოღვაწე და რა მხელაწული აქვს მას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შეტანილი. გივი ამილახვარი პირველად წყაროებში გამოჩნდა 1722 წლისთვის და ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პროცესის დასაწყისი ჩვენ ისტორიაში. ანუ რა მოხდა? საქართველოს ამ დროს კარგა ხნის მანძილზე, უკვე 90 წლის მანძილზე იურიდიულად ითვლებოდა, საუბრობთ აღმოსავლეთ საქართველოზე, ქართლსა და კახეთზე. ითვლებოდა ირანის ერთ-ერთ პროვინციად, ავტონომიურ პროვინციად. მართალია საქართველოს მმართველები მოყოლებული სწორედ 1632 წლიდან 90 წლით, რომ გადავიდეთ თქვათ უფრო გვიან პერიოდზე, როსტომ ხანი იყო ირანის სპასალარი, სხვა შორის ეს წოდება სპასალარის უმაღლესი მთავარსარდლის წოდება ირანის სახელმწიფოში, ყიზილბაშის სახელმწიფოში შემოიღო პირველად ჩახაბაზმა და ძირითადად ეს ქართველებს ეკავოდა ესეთი პირველი კაცი, ვინც გამორჩეული იყო, როგორც სპასალარი იყო სწორედ როსტომ ხანი, რომელიც შეთავსებით იყო გურჯისტანის ვალი, ანუ საქართველოს უმაღლესი მმართველი, ერთგვარი ავტონომიური უფლებებით. რატო ავტონომიურით? იმიტომ რომ მარტო ის უნდა ყოფილიყო მუსლიმი, ხოლო სხვა ყველა დანარჩენ ქართველს შეეძლო ქრისტიანად დარჩენილიყო. რა თქმა უნდა, როგორც წესი, გურჯისტანის ვალი ითარებსებდა ადარ-ბადაგანის, ანუ იგივე ադրბეჟანის, იგივე აზერბაიჯანის თანამედროვე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, ბეგლარბეგობასაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მთელი ჩრდილოეთ ირანი და ის კავკასიური მიწები, რომელიც იურიდიულად ირანის ნაწილად ითვლებოდა იმ პერიოდში, ხელმოში იყო სწორედ ადარ-ბადაგანის, ბეგლარბეგისა და აი ამ თანამდებობასაც ხშირად ქართველები ითავსებდნენ, ასევე ირანის დედაქალაქი ისპაჰანის ტარუღობას, ასევე გვარდიის მთავარსარდლობას ირანისას და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ მაინც ვითვლებოდით პროვინცია და საქართველოს მართავდნენ აღმოსავლეთ საქართველოს უკაცრავად მართავდნენ მუსლიმები. როსტომ ხანი, შაჰნავაზი, ანუ ვახტანგ მე-5 გიორგი მე-11, შემდგომში ნაზარ ალი ხანი, მერე ისევ გიორგი მე-11, მერე იასე, შემდგომში ვახტანგ მე-6, რა თქმა უნდა ისინი მოვალენი იყვნენ, რომ მიეღოთ ისლამი, რომ ჩათვლილი იყვნენ საქართველოს მმართველობად. მაგრამ ამ პერიოდში ერთი რამ მაინც მომგებიანი, რაც საქართველოსთვის ხდებოდა, იყო ის, რომ აღარავის თქვათ, ანუ პირველი პირის გარდა, ჩამოთვლილი პირის გარდა არავის გამოსულმანებას აღარ აიძულებდნენ ირანელები, ეს ერთი. მეორე, თუ არ ჩავთვლით ბახტრიონის აჯანყებას და სხვა შორის ბახტრიონის აჯანყება დამთავრდა დიდი წარმატებით და კახეთის განთავისუფლებით ყიზილბაშთაგან, რეალურად მათი ძალმომრეობისაგან, სხვა სერიოზული ომები
საქართველოსა და ირანს შორის, აღმოსავლეთ საქართველოს და ირანს შორის არ ყოფილა, ამას საშუალება მისცეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ რაოდენობრივადაც გაზრდილიყო, ეკონომიკაც გაძლიერებული იყო და გარკვეული კულტურული წარმატებებიც ჰქონოდა. ამაზე ჩვენ სხვა დროსაც ვისაუბრებთ, უფრო ალბათ ღრმად განვიხილავთ ამ პროცესს თავის ავკარგიანობით, მაგრამ 1722 წელი არის ეს წელი, როდესაც არეულობა დაიწყო ირანში. ირანს ასე ვთქვათ აუჯანყდნენ ავღანელები და ამარცხეს მიადგნენ ირანის დედაქალაქს ისპაჰანს, შახი მოიქციეს ალყაში და შახის კარი საქართველოს თხოვს რა თქმა უნდა დახმარებას ვახტანგ მე-6-ს. ვახტანგ მე-6-ე 60,000-იანი ჯარით, სადაც 40,000 ქართველი და 20,000 სომეხი დგას განჯაში, განჯის სიახლოვეს. ირანი ფიქრობს, რომ მას უნდა მიეხმაროს, ამ დროს ვახტანგი გარიგებულია პარალელურად რუსეთის იმპერატორ პეტრესთან. პეტრესაც ირანი დახმარებას თხოვს და სინამდვილეში პეტრეს განზრახული აქვს, რომ საერთოდ დაიპყროს ირანის სახელმწიფო და ამაში თხოვს დახმარებას ვახტანგს. ეს ყველაფერი გახმაურდება, რომ ეს ფაქტობრივად ვახტანგ მე-6-ე ორმაგთ ამას ეწეოდა, ესე მოლაპარაკება ჰქონდა ირანთანაც და რუსეთთანაც. ამის საპასუხოდ ირანის შახი ვაჟი, რომელიც ამ პერიოდში უკვე შახი ხდება, შაჰ-თამაზ მეორე, რომელსაც შერჩენილი ყავს ჯარად მარტო 600 ქართველი ბრძანებას მისცემს კახეთის მმართველს კონსტანტინეს, რომელიც ასევე მუსულმანია იმ პერიოდში, ერეკლე პირველის უკანონო შვილს, უკანონო ჩობილ შვილს, რომ მიდი და შენთვის მომიცია ქართლის და აოხრე და დასაჯე ვახტანგიო, ნუ ვიღაცებმა დააბეზღეს როგორც ჩანს. და მართლაც კონსტანტინე ხა მოკლედ ვიტყვი, ლეკების გამოყენებით პირველად ვერ მოახერხებს წააგებს, მაგრამ მერე თბილისს აიღებს, აოხრებს, ვახტანგ მე-6-ს მოუწევს არათუ განჯიდან უკან დახევა თბილისიდანაც, ამასობაში დრო გადის. ამ დროს ჩაერთვება ოსმალეთი, პეტრე გაურიგდება ოსმალეთს, დაუთმობს საქართველოს და სომხეთს ოსმალეთს, თვითონ დაინარჩუნებს კასპიისპირა სანაპიროებს, ირანი იშლება, მოკლედ დიდი არეულობა იწყება. ვახტანგ მე-6-ე იმ იმედით, რომ თქვათ ეს ლეკებს და კახელებს, რომელსაც თბილისი აქვს აღებული, მათ მოიშორებს, ოსმალეთს ურიგდება და სთავაზობს, რომ თბილისში შემოვიდნენ. ოსმალები მეფედ სვამენ ვახტანგის ვაჟს, მაგრამ ის ვერ შეეწყობა ოსმალებს, არ მოწონს ეს რეჟიმი, რომ ღვინოს არ სვამენო, ხინი არ იციან და ასე შემდეგ, მოკლედ ბევრი ვარ გავაგრძელო. 1724 წლის მიწურულს ვახტანგი მიდის რუსეთში და ის დარწმუნებულია, რომ მას ელოდება პეტრე პირველი. პეტრე პირველი 25 წლის დასაწყისში გარდაიცვალება და ვახტანგი მხოლოდ 25 წლის ოქტომბერში ცარიცინში გაიგებს, რომ ვისთანაც მიდის, ის უკვე 10 თვის მკვდარი ყოფილა. მოკლედ ამის შემდეგ 1200 კაცი წავიდა, საქართველოში იწყება სერიოზული არეულობა. იწყება ეგრეთ წოდებული ოსმალობის პერიოდი. თბილისში ზის ოსმალი ფაშა, სხვათა შორის რაღაც პერიოდში ჯაყელია და არის სიტუაციები, როდესაც საერთოდ არა ქართული წარმოშობის ოსმალო ფაშაზის, შემოაქვთ ოსმალური წესები და ძალიან მძიმე დღეში ვარდება ქართველობა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 1200 კაცი საქართველოდან რუსეთშია წასული, ყველაზე განათლებული, ძლიერი, ვთქვათ, სამეფო კართან დაახლოებული, ენების მწოდნე, დიპლომატი, პოლიტიკოსი. ამ დროს არ მიდის იმათთან ერთად ერთი ახალგაზრდა კაცი, ეს არის გივი ამილახვარი, რომელიც რჩება, რომელიც გარკვეულწილად იწყებს თანამშრომლობას ოსმალებთან და ცდილობს, რომ ოსმალები გამოიყენოს საქართველოს სასიკეთოდ. ანუ დაახლოებით ეს პოლიტიკა ჟარგონით რო ამბობთ, რომ ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ეგეც კარგია. მაგალითად რას აკეთებს? ერთ-ერთს აკეთებს იმას, რომ დაარწმუნებს ოსმალურ ადმინისტრაციას, რომ არ იქნება კარგი სიონის მეჩეთად გადაკეთება. იმიტომ რომ ეს ისეთ გაღიზიანებას და ამბოხებას გამოიწვევს ქართველებისას, რომ ოსმალებიც ფრიად აზარალდებიან, დიდი მსხვერპლი ექნებათ და ზარალის მეც ვერაფერს ვერ მიიღებენ. და ამას აღწევს გივი. გარდა ამისა, პერიოდულად ოსმალებს იყენებს ლეკების ასალაგმავად, ლეკების თარეშის, ლეკების მაშინ ლეკიანობა უკვე იწყებს გაძლიერებას, იმიტომ რომ საერთოდაც ლეკებს მე-18 საუკუნის დასაწყისიდან გქონდათ ესე დამოკიდებულება, რომ საერთოდ ან დამოკიდებულება მიეღოთ, ან ირანი მათი ყოფილიყო, ამ ჩვენში დაწყებული არეულობის წინ ირანის დიდი ვეზირი ლეკი იყო წარმოშობით. შემდგომში
როგორც თქვით, ირანის ბრძანებით აგერა თბილისი ააოხრეს და როგორც ეთქობა მოეწონათ ეს ყოველივე და მიუხედავად იმისა, რომ დაღესტნელებიც სუნიტები იყვნენ და ოსმალებიც ამ შექმნილ ვითარებაში მაინც და მაინც დაღესტნელები და ოსმალები ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში არ იყვნენ და ამ გარემოებას გივი იყენებს ლეკიანობის ასალაგმავად. და რაც ყველაზე მთავარია, ის ემზადება მარჯვე სიტუაციისთვის, რომ აუმხედრდეს ოსმალეთს და აღმოსავლეთ საქართველოს ქართლი და კახეთი იხსნას ოსმალთა ბატონობისგან. და დგება ესეთი სიტუაციაც. 30-იან წლებში ამ დაშლ გავერანებულ აოხრებულ ირანში წინაურდება ერთი სარდალი, ავშარი, წარმოშობით ავშართა ტომიდან. ეს არის თამას ხანი, რომელიც მერე დაირქვეს ნადირ შაჰს და მთელ მსოფლიოს ცნობს ნადირ შაჰა და ამიტომ სანამ შაჰი გახდებოდა იმ პერიოდშიც, როცა ვიტყვით 1736-ში ხდება ეს შაჰი. მაგრამ მანამდეც თუ ახსენებ, მაინც ნადირ შაჰს ვიტყვი, რომ უფრო გასაგები იყოს ამ ვიზებს აუბრო. მოკლედ, როგორც კი ეს ნადირ შაჰი იწყებს დაწინაურებას და რა ქვია, ოსმალების განდევნას ირანული სივრციდან და სახელმწიფოს გაერთიანებას, აი ამით სარგებლობს გივი ამილახვარი და ის ნადირ შაჰის მოქმედების პარალელურად ახერხებს ქართლის გაწმენდას ოსმალთაგან თბილისის განთავისუფლებას. თუმცა ეს იოლად ყველაფერი არ თავდება, გივის რა თქმა უნდა ისეთი ოცნებები ქონდა და აზრი რომ ტახტზე დაესვა ახალგაზრდა უფლისწული თეიმურაზი, ვახტანგ მეფშის ძმისშვილი, რა ქვია, რომელიც მის ქალიშვილზეც ქორწინდებოდა, სასიძო იყო, ფაქტობრივად გივის გაზრდილი იყო, მაგრამ ნადირ შაჰის ბრძანებით პირდაპირ ტაძრიდან წაართვეს საცოლე თეიმურაზი, იმიტომ რომ კარგად მიხვდა ნადირ შაჰის ადმინისტრაცია, რომ გივი ამილახვარი ძლიერ და ახალ პოლიტიკურ ფიგურად აკეთებდა და ქმნიდა ქრისტიან ქართულ უფლისწულს. ამის შემდეგ გივი დააპატიმრეს. გივი მოახერხა გაქცევა. ეს თეიმურაზი სხვა შორის ვისაც წაართვეს ქალიშვილი, მე ბერად აღიკვეცება საცოლე, ბერად აღიკვეცება და ეს არის ანტონ პირველი კათოლიკოსი. შემდგომში გივის ისევ ჩაიტყუებენ ირანელები და აპატიმრებენ. მოკლედ 1737 წლისთვის არის ესეთი სიტუაცია. მუსულმანები ამჯერად უკვე ყიზილბაშები მართავენ ქართლს, ხანდახან პერიოდულად ქართული წარმოშობისა უმეტესწილად ნადირ შაჰის წლიდან მოყვანილი ხალხი და ცდილობენ რომ ირანული წესები დაამკვიდრონ. ხოლო პერსონალურად გივი ამილახვარი ისევე როგორც მეფე თეიმურაზი იმყოფებიან წაყვანილნი დაპატიმრებული ნადირ შაჰის ჯარში და ნადირ შაჰის მიზანი ეხა რომ ის დასაჯოს ავღანელები, ავღანეთი დაიპყროს და მერე წავიდეს ინდოეთისკენ. და ეგ ყანდაართა ბრძოლებში, ავღანეთის ბრძოლებში ფრიად გამოიჩეს თავს გივი ამილახვარი, მოიპოვებს ნადირ შაჰის ძალიან დიდ დობას, ისე რომ 1737 წელს ნადირ შაჰთან ჩადის ესეთი ცვლილება ხდება ერეკლე მეორე და თქვა ქართველთა ახალი ჯგუფი, ხოლო იქ მყოფი, მაშინ ავღანეთში მყოფი ქართველები ვის თავი გამოიჩინა, ინდოეთში აღარ მიყვებიან და მათ შორის გივი ამილახვარი ბრუნდება ქართლში. და ეგ როგორი სიტუაცია, გივი ამილახვარი ისევ იწყებს ზადებას იმისთვის, რომ საქართველო გაანთავისუფლოს. თუმცა ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაც ხდება ქართველობაში აზრი გაყოფილია, ვიღაცა პროოსმალურათაც არის განწყობილი, ვიღაცა პროირანულათაც. მოეწონათ ეს ახალი ლაშქრობები, სხვათა შორის ძალიან წარმატებული სარდალი იყო ნადირ შაჰი, სხვათა შორის ნადირ შაჰი, როცა შაჰად გამოიცხადებს თავს 1736 წელს, ქართული წარმოშობის ხანებს და საერთოდ ზოგადად ქართველებს დაიბარებს და მათ აზრს გაითვალისწინებს. იმიტომ რომ ირანში ბოლო საუკუნის განმავლობაში ამ ამბებამდე ქართველები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ამიტომ, როდესაც ესეთი წარმატებული შაჰის საახლობლოში აღმოჩნდა, სამწუხარო ძალიან ბევრმა ქართველმა დაიწყრო ფიქრი პრო-ირანულად. მაგრამ აქ ერთი რამ ხდება. ნადირ შაჰს ჰქონდა ერთგვარ თვითმიზნად, რომ მთელი კავკასიას დაემორჩილებინა, მათ შორის დაღესტანიც. იმიტომ დაღესტნელები იყვნენ სუნიტები. დაღესტნელებისთვის ეს ახალი ნადირ შაჰი ვიღაცა ავშარი ტომით დიდად მისაღები არ იყო. და მას ჰქონდა პირველი მცდელობები 1734-15-16 წლებში ნადირ დაღესტანის დამორჩილების განსაკუთრებით აქცენტი ჰქონდა ჭარ-ბელაქანზე. ჭარი ეს არის დღევანდელი საინგილო.
სადაც მართალია ჭარელები ცხოვრობდნენ, თვითონ ამ ჭარელებიში ვინ იყო? ნახევარი დაღესტნური მოდმის ხალხი იყო, მეორე ნახევარი გამოსულმანებული კახელი. ერთგვარად, მაგრამ ყველაზე დაუმორჩილებელი და ყველაზე სერიოზული მებრძოლი, თქვათ, აი დაღესტნელებად ვისაც აღიქვამდნენ. და ნადირ-შაჰს, რა თქმა უნდა, ისინი არც მაშინ დაემორჩილნენ და მერე მან დატოვა თავისი ძმა ჭარბელაქნის დასამორჩილებლად. თვითონ რო ინდოეთში იმყოფებოდა. საქმე ისე წავიდა, რომ პრინციპში 20,000-იანი ჯარი ამ ჭარბელაქნელებმა გაუნადგურეს ნადირ-შაჰის ძმას და ნადირ-შაჰის ძმაც მოკლეს ამ ბრძოლაში. აი ამ ჭარბელაქნის ბრძოლას კარგად იყენებდნენ ირანელების წინააღმდეგ პატრიოტი ქართველები, ესეთ იყო შანშე ქსნის ერისთავი. სხვაჯერ გივი ამილახვის მეგობარი. და საკმაოდ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ როგორც კი ნადირ-შაჰმა ინდოეთი დაიპყრო, მოტრიალდა უკან და ეგ ვღებულობთ ესეთ სურათს. რა თქმა უნდა, ავალებს ქართველებს შანშე ქსნის ერისთავი და აპატიმრო შეიპყრონ, თავი ჯარები შემოყოს და არა მარტო ქართველებს, ირანული ჯარები შემოდიან, ხანებად ირანელებს ნიშნავს და შანშე ქსნის ერისთავს აპატიმრებენ, მე მას დააბრმავენ, თუმცა გადარჩება და შემდგომში საქართველოში იცხოვრებს და ახსოვს ნადირ-შაჰს იქ ავღანეთში, რომ თავი გამოიჩინა გივი ამილახვარმა, გივი ამილახვარს როგორც ეთყობა ძალიან დიდი უნარი ქონდა ადამიანის მოხიბლვის და თქვა და თავის გავლენის ქვეშ მოქცევის და რაღაც სიტუაციაში მართალია ხანად თბილისში ზის ირანელი, არავითარი ქართველი ირანელი, მაგრამ ნაიბად ანუ ერთგვარ მოადგილეთ უნიშნავს გივი ამილახვარს და ამასთან გივი ამილახვარს აბარებს მთელს შიდა ქართლის კურირებას და მართვას. ანუ არა მარტო საამილახვროს და თქვათ სხვა სათავადოების, არამედ ქსნის ხეობის და არაგვის ხეობის. და აი ეს არის ძალიან სერიოზული მომენტი. გივი ამილახვარი იწყებს ისევ ფიქს ძალების მოკრებაზე და მარჯვე სიტუაციის შევსებაზე, რომ აჯანყდეს და გაანთავისუფლოს ქართლ-კახეთი ირანელთა ბატონობისაგან. იმიტომ რომ მართლა შემოვთ ირანული წესები ძალიან დიდ გადასახადებს გვაწერეთ. ქართველები გაყავთ ირანში საომრად და რეალურად ახლა ესე თუ გაგრძელდა, ხო? ყველაფერს აქ არა თავისი ზღვარი, სავსებით შესაძლებელია რომ ერთვენიერ დღეს საერთოდ ეროვნულობა დაგეკარგოს, ხო? თუ ამ რეჟიმით ცხოვრობ. და იგივე ის კაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ პატრიოტული ქართული ძალები შემოკრიბოს, სხვადასხვის ისეთი პერიოდია, როდესაც ჩურის ერთმანეთის გაუტანლობის ძალიან ხშირი შემთხვევები ხდება და ღალატის და ამ შემდეგ და გივი აი რამდენი ახლა რომ მივყვეთ საათობით შეგვიძლია ველაპარაკოთ, რამდენიმე შემთხვევა გქონდა, როდესაც გაიგებდა, რომ ვიღაცები აპირებდნენ ვიღაცის მუხტულად ღალატით მოკლას, გვერდში უდგებოდა და ამის საშუალებას არ აძლევდა. და ქართველებს ერთმანეთში არა ჩაგვრინებდა. ბოლომდე იცავდა მეგობრის ინტერესებს იმ სიტუაციაშიც კი, როდესაც შეიძლება წმინდა მატერიალურად ეს მისთვის წამგებიანი იყო. და ამით იპოვებდა ძალიან დიდ დობას და ავტორიტეტს. სხვადასხვა საინტერესოა, რომ გივი ამილახვარი ამ პერიოდში ავტორიტეტი ხდება დასავლეთ საქართველოშიც. და ახალციხის, ანუ გამუსულმანებულ სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე, ახალციხის საფაშოშიც. სანდუკაცია. სხვადასხვა ეს მის მიმართ სანდუკაცობას პარცელებსაც აქვს. იმიტომ რომ არ არის, აი როგორ თქვა, მეწრილმანე და მომატყუებელი. ჭკვიანია, სერიოზული დიპლომატიური ნიჭით აღჭურვილი და ამ ყველაფრით ძალიან კარგად ახერხებს ქართული ეროვნული ძალების შემოკრებას და ამ დროს ხდება ესეთი რამ. ნადირ-შაჰი გადაწყვეტს ორ რამეს. პირველი, ბოლომდე დაიმორჩილოს კავკასია, კერძოდ დაღესტანი, მით უმეტეს მას ის ჩარჩენილი ეკთავში, რომ ძმა მოუკლეს და ამის შემდეგ დაიპყროს მთელი ოსმალეთი. და 1741 წელს ის ჩადის დარუბანში, დაიკავებს დარუბანს, დასჯდება, შეყავს 100-დან 150,000-მდე ჯარი და იწყებს ბრძოლას დაღესტნის დასაპყრობად. იქ რა თქმა უნდა დაღესტანთან მას უჭირს განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები შეექმნება, იმიტომ რომ ეს ირანის თქვა ტრამალებზე გამოსტილი ჯარი დიდად წარმატებული არ არის, რა თქმა უნდა, კავკასიის მთებში. და როდესაც მას პრობლემები ექმნება, იმიტომ რომ 50,000-მდე კაცი დაეღუპა დაახლოებით და ვერ მოახერხა აი ხუნძახს რო ვეძახი ჩვენ ქართველები და ავარის ახანო დაღესტნის ცენტრის დაპყრობა.
და რაღაც სიტუაციაში მოუწე ისევ დარუბანში დაბრუნება. ამ დროს მას აკლია ეგრეთ წოდებული პროვიანტი, თქვა ლოჯისტიკური პრობლემები ექნება, ჭირდება ტრანსპორტი, ცხენები, საქონელი, იმიტომ ეღუპება პური, ამას აწერს დამატებით საქართველოს და მოემსახურონ. სხვათა შორის ამ პერიოდში კახეთის ბაგრატიონები თეიმურაზი და ერეკლე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თქვა ნადირ-შაჰი არ გააღიზიანო და ემსახურონ და ის კი არა, გარკვეული რაზმებიც აქვს ჩეკრებილი, რომ სამხრეთიდან შეუტიონ დაღესტანს, თქვა და ანუ საინგილოს მხრიდან, საქართველოს მხრიდან და ამ პერიოდში არავინ არ ელოდება 42 წლის დასაწყისში დაღესტნელებთან ალიანსით ქართლს ააჯანყებს კივი ამლახვარ. მოსახლეობისთვის ეს შეღავათია, იმიტომ რომ იმ გადასახადს ვერ გადაუხდიდნენ ირანს, რასაც ირანი თხოვდა. ამიტომ ბევრის განწყობა უკვე წამოვიდა, რომ ამის ატანა აღარ შეიძლება და ამით ისარგებლა და დაღესტნის და ნადირ-შაჰთან ბრძოლის პარალელურად იწყებს აჯანყებას. პლუს უკავშირდება ოსმალეთს, უკავშირდება დასავლეთ საქართველოს, იყენებს ყველა ძალებს. 42 წელს პრაქტიკულად ნადირ-შაჰი ახერხებს, რომ ყველა ბრძოლაში ახლა ჩვენ რო დეტალები მოყვეთ ძალიან შორსა გვყავს, ამარცხებს ირანელებს. და ამ დროს 42 და 53 წლებში თბილისის ხანები არა ქართველები არიან. ირანელები არიან და მათ ამარცხებს. მათი პოლიტიკა არ გამოთან როგორ ეწევა იცით საქმიანობას, რომ ბოლომდე არ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას ნადირ-შაჰთან. გარკვეული მიწერ-მოწერაც აქვს, ეუბნება რა პრეტენზიები აქვს, ეუბნება რომ რა არის არასწორი, თქვა ეს ხანები ცუდად როგორ იქცევია. მაგრამ ყველა შემთხვევაში ესენი მასხდებიან 53 წლის გაზაფხულისთვის ნადირ-შაჰი სტოვებს დაღესტანს ფაქტობრივად კრახის პირას არის მისული გამოდის და ხა იწყებს ოსმალეთზე შეტევას. აქაც ნახეთ რა ხდება ოსმალეთის მხრიდან სარდლები ვინ არიან. პირველ რიგში ახალციხის საფაშო და მეორე ბაღდადის ფაშა აჰმედი ქართველი მამლუქები. რა თქმა უნდა გივი ამილახვარს ამათან ყველასთან კონტაქტი აქვს. ის ახალი ინტენსივობით აგრძელებს ბრძოლას ირანელების წინააღმდეგ ლეკებთან ალიანსით. სხვა შორის საინტერესოა, რომ ლეკები ამ პერიოდში იმდენ კახეთს არ აოხრებენ, ძირითადად დარტყმებს ახორციელებენ სწორედ ირანელებს. ძალიან სერიოზულად უჭირს, რა ქვია, ნადირ-შაჰს ცვლის და ცვლის ხანებს, ვერაფერს ვერ აღწევს, ძალიან სერიოზული პრობლემაა გივი ამილახვრის პრობლემა მისთვის. სხვა შორის ნიჭიერი კაცია თვითონ ნადირ-შაჰის და კარგად გრძნობს, რომ აქ აი ამ პროცესებს ვიღაცა გენიალური მოაზროვნე მართავს. და ამ გენიალურ მოაზროვნეში რატომღაც მას ელანდება, ეჩვენება, რომ აი გივი ამილახვის ხელია სერიოზულად. ამიტომ მიზნად ისახავს მასთან ზავის მიღწევას. ირანელ ხანებს ამის უნარი არ აქვთ. და საბოლოო ჯამში აკეთებს ესეთ რამეს, რომ ერთ-ერთ საცდელ ვარიანტად თბილისის ხანად უშვებს ჯერ ხანის მოადგილედ თეიმურაზს. და უცებ რა ხდება, თეიმურაზთან კომუნიკაცია დგება გივი ამილახვის. რაღაცა სტაბილურდება. თეიმურაზი იკავებს არაგვის ხეობას, ახერხებს. ქართველების რაღაც ნაწილი გადადის თეიმურაზის მხარეს. მათ შორის გივი ამილახვის აღალალი ბიძაშვილი. ეს უკვე წარმატებაა. ამის შემდეგ პირდაპირ ხანად ნიშნავს თეიმურაზს. თბილისის ხანად ნადირ-შაჰი. და რა ხდება, ნიშნავს თუ არა ოსმალების შემოსული რაზმით რატომღაც გივი აჩაბეთის ბრძოლაში მარცხდება ერეკლესთან. თუმცა ბრძოლას აგრძელებს და გივის ეთყობა, რომ მას იქ მერე რამდენიმე წარმატება აქვს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თეიმურაზის გვერდი ძალიან ბევრი ქართველი დგება. და გივის ბრძოლებიც ნაკლებად აგრესიული რა არის, ნახეთ თავარი, როგორც კი აი თეიმურაზი მოდის სათავეში და აჩაბეთის ბრძოლის შემდეგ ოსმალები გადიან უკვე, ანუ ახალციხის საფაშოს ოსმალებს გულისხმობ. ქართლიდან გივი მარტო რჩება ფაქტობრივად. ეს უკვე წარმატებაა. მაგდება სურამის ციხეში. სხვა შორის ისე დონეზეა გამაგრებული, რომ ნადირ-შაჰმა სპეციალურად ხუროთ მოძღვრები და მხატვრები გამოაგზავნა, რომ პროექტი გააკეთებინათ სურამის ციხის, გაეანალიზებინათ როგორ შეიძლება აღება. და მისი დასკვნა, რომ ეს შეუძლებელი ამისი აღება. აი გარშემო შემო თუ ცალკე ციხეს გაუკეთებ და დავაიზოლირებთ, თორე ეს ისი აქ ამილახვარს მოწყობილი, რომ აქ ვერაფერს ვერ გავხდებით. და აი რა ხდება 45 წლისთვის
როდესაც ნადიშახს უკვე წარუმატებლობები აქვს ოსმალეთის ფონზეც, გივი ამილახვარი დიალოგს იწყებს თეიმურასთან. თეიმურაზე ეუბნება, რომ აი ჩვენ ქართველები ვიქნებით, ჩემი შვილს შეეგუა, რომ ქრისტიანია, მაგრამ კახეთს მართავდეს. მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ ქართლს მართავ. სხვათა შორის ის ჩვენს ისტორიაში მიღებული მითოლოგია, რომ ნადირ-შაჰმა გივის აჯანყებულობის პერიოდში მისცა ნებართვა ქართველებს, რომ ქრისტიანული წესით მეფეებად კურთხეულიყვნენ, ეს შეცდომაა. უბრალოდ 44 წელს ნადირ-შაჰი შეეგუა, რომ ქრისტიანი ერეკლე ყოფილიყო კახეთის მართველი და თბილისის ხანი ყოფილიყო ქრისტიანი თეიმურაზი. მაგრამ საუბარი ჯერ იმაზე, რომ ქართული ქრისტიანული წესით მეფედ ეკურთხოს, ამაზე არ არის. ამაზე იცით როდის იწყება საუბარი? როდესაც გივი აღმოჩნდება ირანში. ანუ რა ხდება? გივი ამილახვარი უწევს თავაზობს, რომ მოდი მოვილაპარაკოთ ოღონდ ერთი პირობით თეიმურას. მან კარგად იცის, რომ თეიმურას აქვს ჩაბარებული ნადირ-შაჰისგან მასთან მოლაპარაკებენ, თუ ნადირ-შაჰთანაც არის დიალოგი. რომ შენი მეუღლე შემოუშვიო სურამის ციხეში. ვახტანგ მეფის ქალიშვილი თამარი. მართლა შეუშვებს, იგერდი ეპისკოპოსიც ესწრება ამას, ამ სცენას და მისი აღწერილიც არის. და ახლა ის ნერვიულობა, რომ რას აპირებს, ხო? და უცებ შემოდის დარბაზში გივი ამილახვარი და ხმას იხსნის და გადასცემს თამარს, თეიმურაზის მეუღლეს, ერეკლეს დედას, რომ მე მარტო დედოფლებს ნებდებია. და გამოდის. ოღონდ ერთი პირობა აქვს, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნებენ. რა თქმა უნდა, ეს პირობა მიცემული იყო. და მისი თხოვნა იყო, რომ ირანში არ გააგზავნიან. მაგრამ ნადირ-შაჰი კატეგორიულად ითხოვს ამილახვრის ირანში გამოშვებას. და პირობაა ესეთი რა, რომ მაშინ ომი იქნება თუ არ გაუშვებს. თეიმურაზი უშვებს ნადირ-შაჰს, თან გივი ამილახვარს, ასე ვთქვათ, ბორკილებ დადებულს ირანში. როგორც პაპუნა ორბელიანი წერს, თეიმურაზის ნათქვამ სიტყვას გაუწია ანგარიში ერთი ხა პაპუნა ორბელიანი თეიმურაზის აპოლოგეტია და ამბობს, რომ იმიტომ არ დასაჯა თქვა სიკვდილით გივიო, არც დააბრმავა, თუმცა დატყვევებული ყავდაო, მაგრამ მაგ ერთი უცნაური რამ ხდება. აი იმ პერიოდში ზუსტად გივი რო აღმოჩნდება ირანში, ნადირ-შაჰისგან მოდის წერილი, რომ საქართველოს გურჯისტანი რო დაწყნარებული იყოს, გონებ ჭკვიანური იქნება, რომ შენივე წესით, თქვენივე წესით იყო ნაკურთხი შენ ხელმწიფედ, მეფედ. და ამ შემთხვევაში ქართველებში აჯანყების სურვილი იქნება ნაკლები და უკეთესი მეგობრები და პარტნიორები იქნებით ირანის. და უფრო მეტი იქნება ანტიოსმალური განწყობა. ეს ჩემი ეჭვია. მე ეჭვი მრჩება, რომ ამ აზრამდე სავსებით შესაძლებელია გივი ამილახვარს მიიყვანა სპარსულის ბრწყინვალეცონა გივი ამილახვარს ირანის შაჰი. და რა მიიძლიერებს ამ ეჭვს შემდგომში ვიტყვი. მართლა წვეთი ცხოველში ტარდება მეფედ კურთხევის რიტუალი. სხვა შორის ჩვენს ისტორიოგრაფიის პატარა შესწორებას მივიღებთ, ეს მეც ესე მაქვს ნასწავლი, რომ თითქოს ერთ დღეს წვეთი ცხოველში კახეთის მეფედ ეკურთხა ერეკლე და თეიმურაზი ქართლის მეფედ. ამდაგვარი არაფერი არ მოხდა რა. მეფედ კახეთის ბატონად ითვლებოდა ერეკლე, მეფედ საქართველოს მეფედ წვეთი ცხოველში აკურთხეს თეიმურაზი. ერთი მეფე ეკურთხა. ეს მოხდა 1745 წელს. 1745 წელი. ამ დროს გივი ამილახვარი არის ირანში და როგორც ისევ პაპუნა ორბელიანი წერს, არაფრით არ მოკლავდა, იმიტომ რომ სიტყვა იყო ნათქვამიო, რომ გივის არ მოკლავდენო. მაგრამ საქართველოშიც ვერ გამოუშვებდა, ვინაიდან ფრიად ეშინოდა, რომ ყველაზე დიდი გავლენის კაციაო და ყველაზე ჭკვიანია. და ღმერთმა უწყის კიდევ რას მოიმოქმედებს. ამიტომ ყავდაო პყრობილად პატიმრად. ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ ხდება თვითონ ნადირ-შაჰის პიროვნებაში დიდი ცვლილებები, მას ჯერ დაჟის შვილს დააბრმავებს, მერე ვინც იქ ესწრებოდა ყველას დახოცავს ხელი რატო არ შემიშალეთო. ერთგვარად მისმა წარუმატებელმა ომებმა დაღესტანთან და ოსმალეთთან, რეალურად დაღესტანთან და ქართველ მამლუქებთან, და გივი ამილახვართან გამოიწვია ირანის ეკონომიკის კრიზისი
ანუ გაიზარდა გადასახადების შემცირ და შემოსავლები. აი რა ქვეყანა მე ძალიან სერიოზული სამხედრო ზარალი ქონდა. რეალურად ამ მომენტში ნადიშახმა 100,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. ეს ძალიან სერიოზული მსხვერპლი იყო. და ამ ყველაფერმა გადასახადების გაზდამ, ეჭვიანობამ, მისმა თქვათ გარკვეულწილმა აგრესიულობამ, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ შეთქმულებმა ნადიშახი ხორასანში მოკლეს. და აღმოჩნდა, რომ შეთქმულთა ერთ-ერთი თქვათ მეთაური იყო ნადირ-შახის ძმის შვილი. ვინც გამებდა. არა ნადირ-შახის ვაჟი გამებდა, არამედ ძმის შვილი, ადილ-შახი. და რას აკეთებს ადილ-შახი? ერთ-ერთ პირველს, რასაც ის აკეთებს. მეხსეულად, როგორც კი ის ხდება ირანის შახი, ოფიციალურად შაჰ ყულის ხანის ტიტულს ანიჭებს გივი ამილახვარს და ნიშნავს ირანის გვარდიის მთავარსარდლად. გივი ამილახვრის პიროვნებაზე ჩვენ უკვე ნახევარი საათია ვსაუბრობთ ხო ელემენტარულად და ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიპლომატიის, ადამიანების თავის ჭკუაზე გადმოყვანის არანორმალური უნარი. ადილ შახი ადის ტახტზე შეთქმულების შედეგად ნადირ-შახს კლავენ. და ვისაც რეალურად პატიმრობიდან აწინაურებს და ღვთის ნიშნავს ირანის გვარდიის მთავარსარდლად და ძალიან მჟღერ ტიტულსაც ანიჭებს შაჰ-ყული ხანს. ეს არის გივი ამილახვარი. ამის შემდეგ გივის აბარებს, ავალებს მაზანდარანის პროვინციაში მნიშვნელოვანი ციხე ქალაქის მშენებლობას ახლის. უпроსტოდ როგორც ჩანს, გივი არ წუნებს, რომ საჭიროა დიდი ციხე ქალაქის შენება. გივი ამილახვარს აქ ყველაზე დიდი შემოსავალი ირანში. ფაქტობრივად ხაზინას ახმარს ადილ-შახი გივის. რაც აღწერილი გვაქვს რა შემოსავლები, ესე იგი, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა გვიან გამჟღავნდება. ამ დროს ახდება, სანამ მოკვდებოდა ნადირ-შახი, მან დაიბარა თეიმურაზი თავისთან. იმიტომ რომ დამატებით გადასახადებს იხდიდა, მოკლედ ძალიან გააგრესიულებული იყო და ომით გვემუქრებოდა და შესაბამისად თეიმურაზი წავიდა, იმიტომ რომ მარტივი მიზეზის გამო წავიდა თეიმურაზი, რომ ეგ მოელბო, მაგრამ სანამ ჩააღწევდა, ჯერ კიდე ყაზვინში იყო, რომ ნადირ-შახი მოკლეს. ადილ-შახმა მეტნაკლებად თბილად მიიღო. მაგრამ გადის ერთი წელი და ადილ-შახს, სანამ თეიმურაზი სვაჯოეს ადილ-შახთან აღმოჩნდა, მანამდე უკვე გივი გადასული იყო, ქალაქში შენება ჰქონდა დაწყებული, რომელიც ხოთიშოში დაამთავრა. ქალაქი თავისი ციხით. და ასე რომ ერთმანეთს იქ ვერ შეხვდნენ ადილ-შახის კარზე, მაგრამ ადილ-შახი მოკლა ძმამ, დაიწყო არეულობა ისევ ირანში, ხაზმა დაჯდა შახად. თეიმურაზი გაიცა რომ გადაწყვიტა რომ საქართველოსკენ წამოსულიყო სხვა მის ამალაში და იქ მყოფ ქართველებთან ერთად, იქ ზოგი გზაზე გაძარცვეს. მოკლედ ხორასნიდან არ ქონდათ ბოლომდე გამოღწეული, აი მაზანდარანის პროვინციამდე არ იყვნენ მისულები, შიმშილით კვდებოდნენ. ფაქტობრივად მათ უკვე აღარც იარაღი ქონდათ ჩერჩენილი, არავითარი ძვირფასეულობა, საჭმელს ვერ ყიდულობდნენ. და რა ხდება? აი ესეთ მდგომარეობაში ყოფებს, გადააწყდებათ გივი ამილახვარი და ხდება საოცარი. თეიმურაზი გამებდა გივი ამილახვის ხარჯზე და მიუხედავად ამისა თეიმურაზმა ის ირანში გამომუშვა. აი აქედან ჩანს გივი ამილახვის პიროვნება. გივიმ მიიღო თეიმურაზი როგორცო მონამ პატრონიო. ესე იგი აბსოლუტურად ემსახურებოდა უდიდესი პატივი დადო. ყველაფერი შეუსო მას და ყველა ქართველსაც აკლდათო, თქვათ, ფული, საკვებზე და ტანსაცმელზე არ არის თუ ბინა, თუ პატრონობა, თუ მოვლა, ოღონდ ისე კი არა, რომ დამადლებით და რა ქვია, აი ხო ხედავთ მე რა ღირსეული კაცი ვარ, თქვენ მე გამწირეთ, მაგრამ ეხა მე ირანში ამ ხელა წარმატებას მივაღწიე, რომ აგერ საკუთრებაში ფაქტობრივად ქალაქები მაქვს და თქვენ კიდე მათხოვრებივით იყავით, არა. შეხარ ჩემი ქრისტიანი მეფეო. პატრონი ალბათ ესო მეფის სამტრებსა ლახვარი ვამტკიცებ ამილახვარეს, ამილახვარების დევიზი შეიძლება აი ამ პერიოდშიც კი იბადება, იმიტომ რომ მართლა ესე უჭირავს თავი. რომ ამ დევნილობაში, გასაჭირში ყოფ თეიმურას ექცევა როგორც სანეტარო ხელმწიფეს. ამასობაში ახალი შახი გაიხსენებს აქ
საქართველოს მეფე იმყოფებოდა, იქ წება ძებნა და გივი ამილახვარი წარადგენს უდიდესი პატივით, სახალი შახის დიდი პატივით მიიღებს და ამის პარალელურად რა ხდება? პარალელურად ხდება ესეთი რამ. ერეკლე მეორე იწყებს შეტევას თბილისის ციხეზე. თბილისის ციხე არ წარმოვიდგინეთ, რომ იყო მარტო ნარიყალა. თბილისის ასე ვთქვათ სიმაგრე იმ პერიოდში წარმოადგენდა სამი სიმაგრის ერთობას. ეს იყო მეტეხის ციხე, დღეს აღარ არსებობს. დაბორის ციხე და ნარიყალა უბრალოდ იყო სიმაგრე. დანარჩენი აი ჩვენ რო ვეძახით აბანოთ უბანს და ასე შემდეგ, ხო? ეს ორბელენების სასახლეს რო ვეძახით და აი რაც მოუყვება ასე ვთქვათ ქედიდან, თქვათ აი დღევანდელ სანაპიროზე რო ჩამოდის, ახლა ციხის ნანგრევები როც გამოჩნდა, ეს ყველაფერი ციხე იყო. ანუ რეალურად თბილისში იყო სამი ციხის ერთობა. და სამივეს იბრუნებს, იქ რა თქმა უნდა ამდამარცხებს გარნიზონს, ასევე პროირანულად იყო განწყობილი მისი ნათესავი ესა აბდულა ბეგი, იასეს შვილი და იმას ამარცხებს, ბოლოდ ირანელებს ამარცხებს თბილისში. თბილისი ხდება აბსოლუტურად ქართული ქალაქი. ერეკლეს დროს. ხა ეს პრობლემა, იმიტომ რომ ირანისთვის ეს არის როგორ რაღაცა იცი, რომ შენ დაუხოცე ირანელები. ხო, ყიზილბაშები. შენ წესი და რიგით მტერი ხარ. ამბობს თეიმურაზი იქ არის. მაგრამ როგორ რაღაც ხდება? პირიქით, ირანიდან, შახის კარიდან მოდის დიდი მოკითხვები, საჩუქრები. ამ ყველაფერზე თვალს უხუჭავენ. მეტიც, ირანის შახი როგორც მირჩიესო ამბობს, აგზავნის ზარაფხანას ახალს და თბილისში იწყება ფულის მოჭრა. ზარაფხანი მოგეხსენებათ, ანუ ფულის აჭრა, ასე ვთქვათ. მთელ საწარმოს, რო ქართველებმა კარგად მოჭრან ფული. გარკვეული თანხებიც იგზავნება და უცებ რა მიშღავდება. ხო, ცოტა ხანში ირანის შახი ასევე რომ დამარწმუნდეს და საჭირო უშვებს ამალით და თბილისში ჩამოდის თეიმურაზი. ბრუნდება გამუსულმანების გარეშე და მეტიც მოდის მაინც თანხები და ვისგან ამ ყოველ ისევ და ისევ გიმი ამილახვარი, რომელიც ამ ახალ შახტანს ისევ ყულ რაღაცია, ისევ შახული ხანი ქვია. ესე წარმოიდგინეთ აგზავნის თანხებს ძალიან დიდ ქონებას, ოქროს, ლალს, მარგალიტს, სხვადასხვა სახის კაპიტალს. მეფეებისთვის ხო თავისთავად, პატრიარქისთვის. ასევე მისი ყველაო, ვინც კი აზნაური როდესმე მეგობარი გვაჭი ყოლია, ყველასთვის, ვინც კი მას იცნობდაო და ვისთანაც საქმე ქონია, იმერეთში და მთელ დასავლეთ საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ახალციხის საფაშოში, თანხებს ამ ტერიტორიებზე ეკლესიების, მონასტრების აღსადგენად, გზების გასაყვანად, ციხეების გასამაგებლად. მოკლედ, ირანის ხაზინას ამუშავებს საქართველოს სასიკეთოდ. და 1748-ში კიდევ ხდება იქ არეულობა, კიდევ შეთქმულება ამ ახალ შახსაც კლავენ და იქ შახროხს აღცხადებენ ნადირ შახის დაბრუნებულ შვილს. მოკლედ იწყება იქ არეულობა, რომელიც აღარ დამთავრდება და რას აკეთებს გივი ამილახვარი? შემოკრებს ყველა ქართველს, ძალიან დიდი კაპიტალი აქვს და ქონება და ეუბნება რომ მე დაგაბრუნებ საქართველოში. ეს არის ვინ ქართველები? ძევლებად გაყვანილი. მათ შორის ურევია თეიმურაზის ძმისშვილი, ზოგი ხანის ტიტულებს, ზოგი დიდებულია, ზოგი გამუსულმანებულია, ზოგი ქრისტიანია, ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბია. შემოკრებს და მოდის ჯარით არმიით, რასაი მცირე არმიით. რა თქმა უნდა, იქ მუსულმანები ხვდებიან, იმიტომ ძალიან კარგად ხედავენ, რომ ძალიან დიდი ქონებაც მოაქვს და დიდებული ხალხი მოდის. ყველა ბრძოლას იგებს, თვითონ სარდლობს ხოლმე. და წარმოიდგინეთ, ესე იგი, ხორასნიდან მოადგება თბილისს. ჩამოადა, ეს არის საოცარი სცენა აღწერილი. ეს ქართველები ხო დაბრუნდნენ ოჯახებს, დაუბრუნდნენ ნათესავებს, ასე შემდეგ. სხვა შორის, იქ ადრე გადასახლებული ვინც იყო, იმათაც შეთავაზა პერეინელებს რო ეძახით. ვინც წამოვიდო და ყველას ჩამოგიყვანთ. საერთოდ უდანაკარგო ჩამოიყვანა. და ესეთი სცენა აღწერილი, სხვა შორის პაპუნა ორბელეს, რომელიც არ არის გივი ამილახვის აპოლოგეტი. რომ ბოლოსო მისი აი პირადი რაზმი რაც იყო, მისი ხალხიო რომ გამოიყვანო, ქალაქში ედგვარ ტრიუმფი ჩაატარა, რა ჩამოიტანეს, უზადო დიდი ქონება. ყველასო ოქროს კარკაშიანი ხულები ეკეთა, ოქროს რა ქვია, უნაგირიან ცხენებზე ისხდნენ.
და მოდიოდა ამ გამაოგნებელი სიმდიდრით, რომელიც მთლიანად საქართველოს მოახმარა მე. იმის დემონსტრაციად, რომ ირანი ჩამოიტანა, ირანის სიმდიდრე ჩამოიტანა. უარი თქვა თავის ისტორიულ მამულზე წასვლაზე, არც აი მაშინ ესე იყო, რომ სათავადოს ერთი თავადი ყავდა და შენ თავადი შვილები. არავს, ამირინდო ამილა ხო არ იყოს თავადიო. საერთოდ იმ თავის მამულებს დაბრუნებაზე უარი თქვა, დასახლდა თბილისში და მიიღო მოურავის წოდება. ამავდროულად როგორც იესე ბარათაშვილი ესე ოსესზე წერს, ბერათაც აღიკვეცა და აღაშენა ქაშვეთის აი წინარე ტაძარი. ეს მესამე განახლება ეხლა რაც დგას. საინტერესო რა არის, რაც წერენ კივი ამილახვის ასე თქვა, მაინც და მაინც არ მოყვარე პაპუნა ორბელიანიც. ეს იყო აი თანამედროვე ქართულად თქვა სასწაულის საოცრება. ეს იყო ერთადერთი ადამიანი ისლამის ისტორიაში, ისლამური სპარსეთის ისტორიაში, როდესაც კაცი გახდა ირანის გვარდის სარდალი, მიიღო შაჰ-ყული ხანის ტიტული და ისლამი არ მიუღია. ქრისტიანად შებოდა, პრინციპულ ქრისტიანად. აი აქედან ჩანს, რომ ადამიანს როცა ესეთი პირდაპირ შეელოა თქვა და ემტკიცები, რომ მე ვიქნები ქრისტიანი, არ უარყოფ ჯულს. სწორედ იმ ლოგიკით, რითიც ეს მან მოახერხა და არ დასაჯა ჯერ კიდე ნადირ-შაჰმა. მე პირიქით დააწინაურა ადილ-შაჰმა და ასე შემდეგ. აი ამ ლოგიკით იყო როგორც ჩანს, რომ დაარწმუნა რა ჯობს საქართველოს სათავეში ქრისტიანი მეფე იჩნდეს. ეხლა საიდან მტკიცდება ის ბერად იყო აკვაცინი. გააპატიოსნეს მისი სხეული. და მთელ ყველამ დაინახა, რომ წინ დაცვეთა არ ქონდა ჩატარებული. რომც მოეთხოვებინა, რომ მე ისლამი არასდროს არ მიმიღიაო, თქვათ. მისი სხეულია და სწორედ დიახაც, რომ მას ისლამი არასდროს არ მიუღია. ისე იყო ირანის ერთ-ერთი უპირველესი პირი, მთელი ირანული გვარდის სარდალი, ხანის ტიტული, ჩაჰ-ყული ხანის ტიტულით, რომ ქრისტიანად რჩებოდა და დემონსტრაციულად ქრისტიანად რჩებოდა. ეს გამოუგნებელი ალბათ ამეთანხმები და აი ეს გამოტოვებული ჩვენ ისტორიაში, ახლა ვიკიპედიაც გადავშალოთ, იქ ესეთი ცნობა თითქოს რომ ისლამი მიიღო, არა ბატონებო, არ მიუღია ისლამი. ეს არის ყველაზე გამოუგნებელი ამ ადამიანში. მაგრამ აქ არ მთავრდება მის ბიოგრაფია. ამის შემდეგ ხდება ესეთი რაღაცეები 1759-50 წლებში ძალიან დიდი წარმატება ერეკლეს რეალურად ის იმორჩილებს, მას ემორჩილებიან პირდაპირ ნახჩევანი, ერევანი, ყარაბაღი, განჯა, თავრიზიც კი უთulis რომ შენ ხარ პირველი და თეიმურაზე ოფიციალურად ადარბადა განის თავ პატრონად ცხადება, ანუ მთელი ჩრდილოეთ ირანის და სამხრეთ კავკასიის და უხდიან ხარს გადასახადებს. ამის შემდეგ ერეკლეს აქვს ცდელობა, სხვა შორის დაღესტნის მმართველებიც და მათ შორის იმ პერიოდში ყველაზე ძლიერი იყო ესეთი ჰაჯი ჩაელები, ანუ აჯ ჩალაბი, შაქის დღევანდელ ნუხას მმართველი და ერეკლე გადაწყვეტს, რომ დაიმორჩილოს ეს ჭარბელაქანი, ანუ საინგილოს ლეკები. ისინი თავში შეაფარებენ აჯი ჩალაბს, აჯი ჩალაბი შემოუთulis, რომ მე ამათ, რა ქვია, ვერ გავწირაო. მიუხედავად ამისა, მაინც ერეკლე შეიჭრება და მას გვერდში ახლავს განჯის, ერევნის, ნახჩევანის, ყარაბაღის ხანები. რა თქმა უნდა, ისინი გაურიგდებიან როგორც ეთყობა აჯი ჩალაბს, უღალატებენ და აგრესიულ ბრძოლაში მოხდება ისე, რომ დამარცხდებით. ამ ღალატის წყალობით, იმიტომ რომ ის გამოქცეული ჩვენს დაქვემდებარებაში ყოფილი მუსულმანური ჯარი ჩვენსავე ჯარს დაეტაკება და უკან დახევისას ალაზანში მოხდება ჩახჭობა ხალხის. ეს იყო, რა თქმა უნდა, ღალატით მარცხი. დიდად ყურადღება ამისთვის არ მიგვიქცევია, მაგრამ ამით ისარგებლა ერთმა ავღანელმა სარდალმა, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა, რომ ირანის შაჰი გახდებოდა აზად-ხანი. ამაზე სხვა დროს ცალკე ვილაპარაკებთ. წამოვიდა და დაიკავა ერევანი და მოკლედ ჩვენი ავტორიტეტი, ანუ საქართველოს ავტორიტეტი შეარყია კავკასიაში. ამის sapasუხოდ ერეკლემ ხირბულახი ბრძოლა გამართა. ეს არის ფაქტი. ერთი ცნობით 1500 კაცით გაანადგურა აზად-ხანის 40,000-იანი არმია, როგორც წეს ომან ხერხეულიძე, მეორე ცნობით 1500 კაცით გაანადგურა 18,000-იანი არმია. სულ მცირე 18,000 იყო აზად-ხანის ჯარი. და ერეკლეს ჯარი, როგორც არ უნდა ამცირებდნენ ავტორები, 2,000 არაჭარბებდა ამ ბრძოლაში. იქ πάντα ეს ცალკე მოსაყოლია როგორც, რა თქმა უნდა, ისევ დაემორჩილა ყველა სახანო. ამის მერე ისევ გადაწყვიტა მან დაემორჩილებინა ნუხა
ოღონ ესეთი რამ მოხდა. რაღაც სიტუაციაში განჯამ შეუმცირა გადასახადი, მან ილაშქრა განჯისკენ, შემდეგ წელს ეს ყველაფერი ხდება 50, 51, 52 წლებში. და განჯე შეიკრიბა ფაქტობრივად ჩილეთ, ირანისა და კავკასიის ყველა ხანი. ესეთი სცენარი აღწერილი. მას სხვა ჩვენს თავაზობდნენ, რომ რა მოხდა, როგორც ახლა თქვა გივი ამილახვარი იყო ფაქტობრივად სამხედრო მინისტრი ქრისტიანად, მაგრამ ხო შეიძლება ირანის შაჰი იყო ქრისტიანად, და ესეთი დიალოგებიც კი იყო, ამას წყვება ერეკლეს შვილიშვილი თეიმურაზ ბატონიშვილი. ესეთი რამე ხან ომან ხერხეულიძეს და რა ქვია პაპუნა ორბელიანს არ აქვს, მაგრამ აი ერეკლეს შვილიშვილი ამტკიცებს, რომ იქ მიდიოდა საუბარი განჯის სიახლოვეს, სწორედ ამ ხანდებისგან იმ თათბირზე, რომელზეც ეს ფაქტი მოხდება, რომ ერეკლეს ეუბნებოდა, რომ შაჰი გასად გამოაცხადე თავი. სიტუაცია ესეთი აღწერილი, რომ შეკრებილები ყავს ყველა ეს ხანი და იქ ყალიონს ეწევიან და ყავას მიირთმევენ. ეს მგონია, რომ ყავა ახლა ჩვენ წელს შემოვიდა მე-20 საუკუნეში და მე-19-ში და არა ერეკლე მეორე ძალიან უყვარდა და იმ პერიოდის ქართველები იმერეთის სამეფოც აღწერილია, რა თქმა უნდა, ყალიონთან ერთად ყავა ეს ჩვეულებრივი. მოკლედ დაპატიჟებული ყავს ეს ხანები, მმართველები ყავის ხმაზე, ყავას მიირთმევენ, როდესაც იქ შერჩეული ყავდა ყველაზე ესეთი ძლიერი კახელები, მომსახურე პერსონალად, თითქმის ყველა თავადიშვილი იყო, მაგრამ ვითომ ეს ოფიციანტები ვით, რომლებსაც დააპატიმრეს ყველა ეს ხანი. და მორჩა აპირებს საქართველოს წამოყვანას, აღარ გენდობი და მოკლედ ესეთ რადიკალურ ქმედებაზე გადავიდა, როგორც ერეკლეს შვილიშვილი ყვება პაპაჩემიო თეიმურაზი კატეგორიულ წინააღმდეგ იყო, მაგრამ მოხდა ესეთი რა. ამას მოყვა იქ ერთმანეთში აღრევ-დარევენ დროს ეს ყველანი ჯარით იყო შემოსული. ზოგიერთი ჯარი გაიქცა, ზოგიერთის ჯარების ბევა დაიწყეს ქართველებმა, მოკლედ აირია ყველაფერი. ეს გაგრძელდა რამდენიმე დღეს. ეს შეიტყო შაქის მმართველ მაჯიდ ჩალაბმა, თავისუფლი გამოუშვა და მოკლედ საბოლოო ჯამში ქართველები დამარცხდით ამ არეულობის ფონზე, ეს ტყვები განთავისუფლდნენ და დაიძრა ისევ უკვე საქართველოს წინააღმდეგ დაიძრა, ესე იგი არა მარტო ის აჯიდ ჩალაბი, ნახჭევანიც, განჯაც, ერევანიც, ყარაბაღიც, რა ქვია, შარვანიც, მთელი სამხრეთ კავკასია განგვიდგა ეს ქვემო ქართლის მუსლიმანური მოსახლეობა, რომელიც იყო მოგეთ კატას და ქართველების დიდი ნაწილი გაგიზიანებულია მეფეზე, რომ შენი ბრალი იყო, შენ დაუშვი შეცდომა. მოკლედ ზოგი უარს ამბობს ბრძოლაზე, ზოგი სახში წავიდა ძალიან ცუდი სიტუაცია. ერეკლემ ჩრდილოეთ კავკასიაში გააგზავნა ხალხი, რომ ასე თქვა დაექირავინა ჯარი და მოვიდა სხვა ჩერქეზები, ოსები, ჩეჩნები და ინგუშები. მაგრამ მანამდე არის კატასტროფული ვითარება, იმდენად არ ყოფნის ესე თქვა ბიუჯეტიც, ხაზინაც, ყველაფერი რომ ესე დაიქირავ, რომ პირდაპირ გახსნეს საგანძურიო და რაც კი სამეფო საგანძურში ხმლები, თქვა ტარები იყო, თუ ქარქაშები იყო, თუ მძივები, თუ ასე თქვა დედოფლის სამკაულები გადაადნეს, რომ ფული მოეჭრათ. ამ დროს ახდება. ესეთი რამ გადაწყვიტეს. ისევ წერს პაპუნა ორბელიანი, ორი კაციო, კონსტანტინე ბაგრატიონ მუხრანბატონი და პირველ რიგში გივი ამილახვარი გამოაცხადეს ქართლის ყველაფრის პატრონად თეიმურაზმა და ერეკლემ. და არა თუ რომელიმე აზნაურიან თავადიო, თვით მეფე ერეკლე და მეფე თეიმურაზი ამ თვეებში ვერცეთი ნაბიჯის გადადგმას, ვერცეთი ბრძანების გაცემას ვერ კადრულობდნენ და ვერ ბედავდნენ გივი ამილახვის გარეშე. ყველაფერს წყვეტდა გივიო. და მართლაც ახდება. მთელი ჩრდილოეთ კავკასია ჩამოვა ერეკლეს ხარდასაჭერად, საუბარია ანუ არა რა ქვია დაღესტანზე, არამედ ჩეჩნები, თანამედროვე ინგუშები, ოსები და მთელი ადიღორ ყაბარდული მოდმის ხალხი. გივი ამილახვარი შიდა ქართლში რამდენჯერმე დაამარცხდა ალაგმოს ლეკებს და ამის შემდეგ გაიმართება ბრძოლა, რომელიც ბრძოლაშიც ერეკლე მეორე ამ სახანოებიდან წამოსულ ჯარსაც და შაქის ჯარსაც დაამარცხებს და ყველაფერს იბრუნებს ისევ ერთხელ. ამის მერე მალე გარდაიცვლება გივი ამილახვარი. აი ხა ამ ყველაფერს უყურებთ. ესე იგი ამ ადამიანმა რამდენჯერ მოატრიალა საქართველოს ბედიღბალი. იხსნა ოსმალებისგან.
ესე იგი სხვადასხვა დროს შეეკროდა ოსმალებსაც, დაღესტნელებსაც, ირანელებსაც. ირანელებს ეკროდა ოსმალების წინააღმდეგ, ოსმალებს ირანელებს წინააღმდეგ, ლეკებს ორივეს წინააღმდეგ, ორივეს ლეკების წინააღმდეგ. ყველა საქართველოს საქართველოს მტრების წინააღმდეგ. ახოცვინებდა ერთმანეთს, ანადგურებინებდა ერთმანეთს. და ერთადერთი ამოსავალი წერტილი ქონდა, რომ ამ ყველაფრიდან გამოეყვანა, გადაერჩინა საქართველო. მართლა ათამაშებდა ამ ქვეყნების პოლიტიკას. მართლა გრძნობდა, რომ ვინ იყო გივი ამილახვარი. წყინვალით იცოდა სულთანმაც, შახებზე აღარ არის საუბარი. და რაც იცოდნენ, რომ რასაც აღწევდა ერთია, მაგრამ ყველას ეჭვი ჰქონდა, რომ გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა. გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო. ეს ფაქტია, რომ აი თვითონ ერეკლემ და თეიმურას ამდენჯერ გაუჭიდათ ყველაფერი მას მიანდეს. და ყველა საინტერესო რა არის, ხო? ამ ადამიანს ამდენჯერ მიუღია სამეფო ოჯახიდან წყენა. სხვა შორის მისი გაზრდილი იესე ბარათაშვილი ესე ოსეზე წერს, რომ მე რომ მინისტრად ანუ უხუცესად დავინიშნეო, ძალიან ეწყინა მითხრა, რომ მე ხო იცი მაგ ოჯახთან კონტაქტი არ მიყვარსო და შენ რომ სამეფო კარმა არ გაგაფუჭოსო თანამედროვე ქართულით რო თქვა. მიუხედავად ამისა, ყველაფერს აკეთებდა, რომ არ მარტო ქართლ-კახეთის, სრულიად საქართველო ყოფილიყო ერთიანი, მტკიცე, ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს კავკასიური ძალები დაწყებული მართლა ნიკოფსიიდან მოჯაჭვული ყოფილიყო საქართველოზე, ყოფილიყო მასთან მოკავშირე, ერთიანი თქვა, პოლიტიკის გამტარებელი და კავკასია ერთიანი და თავისუფალი, მარტო ქართული მოღვაწე არ იყო. გივი ამილახურის ყველა ქმედებაში, იგივე ახალციხის ფაშა ხედავდა, რომ ეს ახალციხელი მუსლიმი ქართველებისთვისაც იკეთე იყო. გივი ამილახურის მიმართ უზადო ნდობა ჰქონდა დასავლეთ საქართველოს. კახელებსაც, თიელებსაც, ქართველებსაც, ქრისტიანებსაც და არაქრისტიანებსაც. ერთობლივად ეს იგი ის უგზავნიდა ხო საქართველოს პატრიარქს, ფრანგებს და კათოლიკებერებსაც. ქართველებსაც, როგორც თქვით, კახელებსაც, იმერეთის სამეფოსაც, ახალციხესაც. ანუ ეს იყო რომ ზე ერთგან მოეფინების ყველას. ეს იყო რაღაც ასწავლი საქართველოსთვის. მოკლედ, გივი ამილახურის პიროვნება მართლა გამონაკლისია და მართლა სასწაულია. ყველაფერს და ადამიანმა მიაღწია ირანის ერთ-ერთ უპირველეს პირობას, ღრმა ისლამური ირანის ერთ-ერთ უპირველეს პირობას, მაშინ აინსე, რომ თვითონ ყოველთვის ჩებოდა ქრისტიანად. მარტო ეს მეტყველებს უკვე ამ პიროვნების მასშტაბზე და შესაძლებლობაზე. ეს არის ადამიანი, ვინც კოდრეთით აღადგინა საქართველო, აღადგინა ქრისტიანული საქართველო. იმიტომ რომ რეალურად სვეტიცხოველში 1556 წლის შემდეგ სავარაუდოდ მეფედ აღარავინ აღარ კურთხეულა და რატომ? იმიტომ რომ სიმონ მეფის ვაჟი გიორგი ისე გამეფდა და გარდაიცვალა, რომ სიმონი ჯერ კიდე ცოცხალი იყო და ტყვეობაში იმყოფებოდა. ლუარსაბიც ისე გამეფდა, რომ სიმონი ჯერ კიდე ცოცხალი იყო და თავისთავად ცხადია ის არ ეკურთხებოდა. და როდესაც გაიგეს სიმონის გარდაცვალების ამბავი იმ პერიოდიდან უკვე ძალიან დიდი არეულობა იწყება. და ლუარსაბ მეორის მერე სვეტიცხოველში რომ ვინმე კურთხეულიყო, ეს უბრალოდ გამორიცხულია. და მაშინ გამოდის, რომ ფაქტობრივად 199 წლის მანძილზე სვეტიცხოველში საქართველოს მეფედ აი სრულფასოვანი რიტუალით არავინ არ კურთხეულა და ეს მოხდა 1745 წელს, როცა თეიმურაზი აკურთხეს სვეტიცხოველში და ეს მოხდა გივი ამილახურის დამსახურებით. ქრისტიანული საქართველოს აღდგენია გივი ამილახური. და ამ დროს ჩვენ ნაკლებად ვიცით. მე სხვა პირადად ვფიქრობ, რომ მე ძალიან ცოტა ვიცი ამ ადამიანზე. კიდე უფრო მეტია შესაძლო მოსაძებნი, შესაძლო შესასწავლი, ფაქტები გასაანალიზებელი, სამსჯელო. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს მოსაზრებებს, თქვენ აზრებს. და მოდით რა ერთად ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ. ერთად გადავწყვიტოთ. აი თითოეული ჩვენთაგანისაგან რა ეგების და რა არის მისაგები იმ ადამიანისთვის, ვისაც ერქვა გივი ამილახვარი. ჩემთვის მაგალითად ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველია.
თქვენთვის როგორ არის ეს საინტერესო?